ეს დღევანდელი თემა იქნება ესეთი, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში რაღაცებზე თვალს ხუჭავთ ხოლმე, რაღაცა გვიყვარს ხოლმე, რომ რაღაცა აი თუნდაც ტყუილი იყოს, ამას არ უსწორებთ თვალს, იმიტომ რომ გვაწყობს ამ ტყუილში ყოფნა და დღეს აი შევეცდები, რომ აი დაუსვა მოძღვარს ის კითხვები, რომ გავერკვეთ თუ ადამიანებს რატო გვიყვარს აი ამ ტყუილში ყოფნა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი ვიცით, რომ სიტყვაზე აი ვიღაცა გვატყუებს რაღაცას ერთი კვირით, მაგრამ აი ეს ერთი კვირა მაინც ვიჯერებთ ხოლმე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რაღაც ამ დროს იცი რომ სიტყვაზე ესეთი მომენტი დადგება შენთვის, რომ ეს აღმოჩნდება ტყუილი, სადაც შენ მიიღე დღეს სიმართლე და აი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და რა უნდა ქნათ, საერთოდ ჯობია ბურუში ვიცხოვროთ თუ არა ადამიანებმა და ესე ვატაროთ მთელი ცხოვრება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მამა გიორგი თევდორაშვილი გვეტყვის, დაგლოცეთ მამაო თუ შეიძლება? ერთმა დაგლოცოთ ყველა. დიდი მადლობა მამაო მოგზაურობისათვის. მამაო, აი თუ შეიძლება ადამიანებს ძალიან გვიყვარს მამაო, აი რაღაცა კარგ ტყუილში ცხოვრება. ძალიან გვიტაცებს ხოლმე ეს ყველაფერი, რაღაცა აი თუნდაც ცოდვის მიმართ, თუნდაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, რაღაცა გვიტაცებს ეს მომენტი და რატომ სჭირს ადამიანს ეს და საიდან მოდის და ან თუ არის კარგი ეს ყველაფერი, თუ არა? წმინდა წერილიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ სიცრუის მამა არის ეშმაკი. იოანე ღვთისმეტყველი პირდაპირ ბრძანებს, რომ ის იყო პირველად, ასე თქვათ, სიცრუეში, მან იცრუა პირველად, მან ადამს, ასე თქვათ, გარკვეული ნახევარი სიმართლე უთხრა, სიცრუე, სიმართლეს გავდა, რომ თქვენ ღმერთებივით იქნებით, და აი აქედან გამომდინარე, ადამიანის დაცემული ბუნება პირდაპირ კავშირშია სიცრუესთან. და იოანე ღვთისმეტყველი გვაფრთხილებს ქრისტიანებს, ვის იყო სიცრუის მამა და ვინც ცრუობს, ის ეშმაკისგან არის. მეცაც გეტყვით იოანე ღვთისმეტყველი სანამ ამას იტყო და დავით მეფსალმუნი ამბობს, რომ ყოველი კაცი ცრუარს. ეხლა ესე არ გავიგოთ, რომ ყველა ადამიანი მატყუ არა. უბრალოდ ყველა ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე არის დაზიანებული, დაცემული, ინფიცირებულია ფაქტიურად, როგორც ამბობს 50-ე ფსალმუნში, იგივე მეფსალმუნე დავითი, რომ უსჯულოებასა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა დედამან ჩემან. ეს ნიშნავს იმას კი არის, რომ დედაჩემი მეძავი იყო. უბრალოდ ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე სიცრუისკენ, დაცემისკენ არის მიდრეკილი. აი შესანიშნავი სიტყვები მინდა ყველას გავახსენო, როცა ნოე გამოდის კიდობნიდან, ასე ვთქვათ, ღმერთმა მოულინა მას, ასე ვთქვათ, ცისარტყელა გადაჭიმა და თქვა ასეთი სიტყვები ნუგეში, რომ მე ადამიანების ცოდვების გამო დედამიწას აღარ წარღუნი, წარღვნა აღარ მოხდება, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე ცოდვისკენ არის მიდრეკილი. ამ ცოდვაში, რა თქმა უნდა, უამრავი რამე შეიძლება იგულისხმოს, მაგრამ გარკვევით არის ნათქვამი, რომ ყველა ადამიანი არის ცრუ, ანუ დაზიანებული ბუნების. აი, შეხედეთ ახალდაბადებულ ბავშვს, ხო, რაღაც 1-2 წელს როგორც გახდება, რაღაც უკვე თავის კვაზე უნდა რომ გაატაროს ყველა, რაღაც ჟინიანობს, რაღაც ჯიუტობს და ასე შემდეგ. მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გიორგი, ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, ხედვაა, რომ უნდა თუ არ უნდა ტყუილში ცხოვრობს. იცის ჭეშმარიტება, იცის ნათელი, იცის ბნელი, იცის კარგი და იცის ცუდი, მაგრამ მაინც და მაინც მან აირჩია ცუდი, აირჩია სიბნელე. ანუ ესეთი სიტყვები აქვს მაცხოვარს, სახარებაში წერია, რომ ესე ვთქვათ, ადამიანი ბნელსა შინა იჯდა და იხილა მან ნათელი. ანუ ყველა ადამიანი, რომელიც არ არის ჭეშმარიტებაში, რომელიც არ არის ქრისტესთან, არ არის მართლმადიდებლობაში, თავისთავად ზის ბნელში, ანუ უმოქმედობას ნიშნავს მჯდომარეობა, ანუ ყველა სექტანტი, ყველა წვალებელი, ასე ვთქვათ, სხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, მის და უნებურად, რომ არ არის ნათელში, არ არის ქრისტესთან, თავისთავად სხვა ნეიტრალური მდგომარეობა არ არსებობს და არის უკვე ის ბნელში. ანუ მათი საქმეები არის სიბნელი. წერია პირდაპირ იოანეს გამოცხადებაში, ერთ-ერთ ეკლესიას ეუბნება, ქრისტე, მე ვიცი შენი საქმენი, რომ შენ არც კეთილი, არც ესე ვთქვათ, ცხელი ხარ და არც ცივი ხარ, ნელთბილი ხარ და ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ეს ნელთბილი მდგომარეობაა ნახევრად სიმართლე, ნახევრად სიცრუე. ხო, რაღაც პირდაპირ მართლა სიცრუეში რო იყო ცოტა უხერხულობაა. ხო, რაღაც აშკარად სიცრუე ცოტა მარტივია, ყველა დაინახავს, მაგრამ აი თან მორწმუნე რო ხარ და თან ურწმუნო რო ხარ, თან ეკლესიაში რო ხარ და თან კითხავებთან რო დადიხარ, თან ღუდელთან ნახარ და თან ვიღაც ფილოსოფოსებთან ნახარ, ხო, რაღაც ესე ადამიანს ესეთი მერყევი ბუნების მქონე არსებაა და მას ხო არმა პირდაპირ უთხრა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ელია წინასწარმეტყველი ეუბნება მეფე აქავს, რომ თუ ღმერთია იეჰოვა,
ანუ ჭეშმარიტი ღმერთი თუ არისო, იწამეთო იეჰოვა და თუ ბაალიაო ღმერთი, მაშინ ბაალი იწამეთო. გეყოფათო ორივე ფეხით კოჭლობა, მკელობლობა ორივე ფეხით. ხან აქეთ გადაიხრებით, ხან იქით გადაიხრებით, ხო? ასე გვეუბნება ჩვენს ღმერთი, რომ ორი ბატონის სამსახური ცუდია და ძნელია. თუ ღმერთია იესო ქრისტე, ღმერთი იწამეთ და თუ ბაალია და თქვა ბელზაბელია, მაშინ ბელზაბელს ემსახურეთ. მაგრამ ეს არ უნდა ადამიანს, იმიტომ რომ ახლა აშკარად ღმერთი იწამო, მაშინ უნდა შეუდგე ღმერთს და ბევრ რამაზე უარი უნდა თქვა, ხო? უნდა უარყო საკუთარი თავი, უნდა აღიღო ჯვარი და გაყვე უფალს. და ახლა პირდაპირ სატანისტად გამოაცხადო თავი, ეგეც არ არის ლამაზი, იმიტომ რომ რაღაც ასიტყვიან, ხო, ხალხის შენზე და ეს ადამიანმა ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ 60-ში აირჩია, ხო? თან ღმერთთან იყოს, თან ეშმაკთანაც იყოს, ხო? ღმერთს ჭრეტავს ადამი, ესაუბრება და ამ დროს წარმოვიდგინე იმის მერე მოbrunდება და ეშმაკს ესაუბრება, ხო? რა საოცარი მდგომარეობაა და ეშმაკი პირდაპირ ტყუილს კი არ მიახლის, ნახევარ სიმართლეს ეუბნება და უნდა რომ ღმერთში ეჭვი ატარნოს, მართლა ასე გითხრათო ღმერთმაო, რომ ასე მოკვდებითო, ასე დაგეთქვენო, ღმერთებივით გახდებითო. ანუ ესე იგი აქ რაღაცა თლად ტყუილიც არ არის, ხო? იმიტომ რომ ადამიანი უნდა განიხვთოს, მაგრამ ადრეა განხვთობა. ყველა წმინდანი ხო ღმერთივით გახდა, მადლით ღმერთი გახდა, მაგრამ ეს 8 წლის მერე გახდა. და შემაკი ატყუებს ადამიანს, რომ შენ გინდა ღმერთი რო გახდე, აი ეს მოწყვიტე და გახდები რა ღმერთივით. და ადამიანმა დაუჯერა, ანუ თანამედროვე ადამიანიც ასეა, გიორგი, რა ახლა მარხვა და ლოცვა და ამდენი ხან ეკლესიარული, არ მოდი მკითხავთან მივალ, რაღაცა 3 თვე ამას შევჭამ, ამას არ შევჭამ, ავდგები, დავწვევი, გადავიხრები, გადმოვიხრები, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და უკვე გამეცოდინება ჩემი მომავალი, გათხოვდება თუ არა ჩემი ქალიშვილი, სამსახურს დავიწყებ თუ არა, რა ბედი ელოდება საქართველოს და ასე შემდეგ და აი ნახეთ ახლა ხო გამოდიან რაღაც ასტროლოგები და ექსტრასენსები და რამხელა ყურადობაა მათ გადაცემაზე, ხო, რამხელა რეიტინგები. შეიძლება მოძღვრის ქადაგებას ახლა არავინ აღარ მოусმინოს პატრიარქის ქადაგებას და ამ დროს ხო ვიღაც ჩხიბავებს და მკითხავებს უფრო უსმენენ, რატო? ის ნახევარ სიმართლე პირდაპირ კი არის ტყუის, ის რაღაც თევნო კი ეკლესიაში უნდა იაროთ, რა თქმა უნდა, მოძღვარიც უნდა ყავდეს, როგორ გეკადრებათ? აი მე აქ ხატები მაქვს ჩემო თახში, ხო, მეც დავდივარ ეკლესიაში. აი მე ამ ტაძარში დავდივარ, მოძღვარი მყავს ახსარებას ვამბობ, მაგრამ იცი რა არის, მდლები ყველაფერს არ გეუბნებიან, რაღაც დაფარულიც არის და აი მე იმ დაფარულს გეტყვით ახლა თქვენ და თქვენ ამას გაიგებთ და ადამიანის ცნობის მოყარია, ხო? რაღაც უდლის ქადაგებიდან ბევრი რამე არ მოწონს, არ ესმის, იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს, უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ისე მჭხიბავი და მკითხავი არ ეუბნება რომ უნდა გამოსწორდეს, ის ეუბნება გარკვეული დღეები ეს არ ჭამო, ის ჭამე და მერე შენ გონება გაგეხსნება, აურა გაგეწმინდება, კარმა შენი მოწესრიგებული იქნება და უკვე ტყუილში ცხოვრება, პირდაპირ კი ვერ ხვდება ადამიანი რომ ტყუილში გადადის, ხო? ეს ჭეშმარიტებას დაშორება უკვე არის ტყუილში გადასვლა, მაგრამ პირდაპირ თლათ არ შორდება. ეკლესიაში მაინც დადის, მოძღვარი მაინც აყავს, დიდმარხვას ხანდახან მაინც ინახავს. აი, ბოლომდე ადამიანი ხო არ მიდის გიორგი ეკლესიიდან, ხო? არა, იცით რა არის, მე დიდმარხვას ვინახავ, კაცო, მე თლათ ესე კი არა ვარ, ხო, იტყვიან ხო? რას ქვია ესე კი, ხან ეკლესიური ხარ, ხან არა ხარ ეკლესიური? ხან იძახი ახსარებას, ხან არ იძახი? აღდგომას ვეზიარები, ნუ პეტრე პავლობას არა. მარიამობას ვეზიარები, თქვათ, გიორგობას არა და ეს არის აი ნახევრად ტყუილში ცხოვრება, თქვათ, ხო? და ადამიანმა იცის, რომ მისი შვილი, მისი მეუღლე ცოდვაშია და ხმას არ იღებს და თითქოს ხელს აფარებს და მერე რომ გაიგებს, რომ რაღაცა უბედურება მოხდება მის ოჯახში, ხო? მერე ხვდება, რომ ეს იმ უბედურებამდე თავისი ასე თქვათ, აი სირაქლემის პოზიცია მიიყვანა. თავჩაყოფილი იყო ქვიშაში, ხედავდა რომ სიმართლეს ვერ გაექცეოდა, მაგრამ უნდოდა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ მერე რომ მოვიდა ეწვია უბედურება მას და აიხილა თვალები, მერე უკვე ვერაფერს ვეღარ აკეთებს, ხო? და ამიტომ ჭეშმარიტება ან უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს. არ შეიძლება ნახევრად ჭეშმარიტება იყოს, ან სიცრუე ან არის, ან არ არის, ხო? და ეს ნახევრად სიცრუე და ნახევრად ჭეშმარიტება მოწონს თანამედროვე ადამიანს და სამწუხაროდ ბევრი მოძღვარიც ხანდახან ისე ქადაგებს, იცით რომ აი რაღაც ხო, აი არა უშერა თან ესეც იყავი, ესეც იყოს, მე რა მოხდა ღმერთი ხო სიყვარულია და ნუ ღმერთს ხო ესმის ეს ყველაფერი და სულაც არ არის ყველაფრის თქმა ხსარებაში. თვათ ეხლა ესეც ნუ გააკეთებ რომ ყველაფერს დაანებო თავი და წამოხვიდე და რაღაც ხო იქაც იყავი, აქაც იყავი, კაცო ღმერთი ყველგან არის და ასე შემდეგ და ესეთი მაპატეთ ლაითი ქადაგება და ლაითი დამოკიდებულება შენ გიყვარს ხოლმე გიორგი ხილება ხო ამ ლიბერალების, მაგრამ არც ლიბერალობაა კარგი და არც ფანატიზმია კარგი, ხო? აი აქ ლემს ეკითხებიან გიორგი, რომ აღმართი გირჩევნიაო თუ დაღმართიო და სწორი გზა არ არსებობსო?
რაღაცა სწორი გზაზე ხო შეიძლება ვიაროთ და არც ქრისტიან სიკვდილი ვიძახოთ და არც ის რომ ყველაფერი ნებადართულია, ხო? ზოგი პავლე მოციქულს ედრება და აი პავლე ხო ამბობდა რომ ყველაფერი ნებადართულია ჩემთვისო და ყველაფერი არა მაგრამ შენ ახლა პავლეს რო ედრები ცოტა სასაცილოა, ხო? ახლა პავლეს ცხოვრება გაიარე ის წლები რაც მან დაითმინა მაცხოვრისთვის და მე იყავი პავლე რა. ხო და რაღაც ესე არ არის ხან პავლე იყო და ხან ვალენტინი და ხან ასე შემდეგ და ასე შემდეგ ცოტა უხერხულია. ან ვიყოთ, ან არ ვიყოთ რა. ან იდექი, ან იწექი, ან ნათელში ხარ, ან ბნელში ხარ. შუალედი მდგომარეობა ნელთბილი უარყო ღმერთმა და წერია რომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ძალიან დიდი მადლობა მამო. აი ამასთან დაკავშირებით ახლა ხშირად ხდება ხოლმე რომ აი თუნდაც ახლა აი ამ წინა კვირებში ძალიან აქტუალური იყო ეს თემა და ერთი-ორი სიტყვით თუ შეიძლება რომ შევეხო რომ აი უწმინდესი მაგალითად არის ხოლმე ხანდახან როცა ჩვენთვის არის ძალიან ისეთი მძიმე მომენტი და იტყვის ხოლმე იმას რაც არის საჭირო და ზუსტად ამბობს ხოლმე რა. მე შემდეგში ამაზე გამოვლენ ხოლმე მამაო და ისაუბრებენ ხოლმე რომ ზოგი ამბობს სიტყვაზე ეს უნდა ეთქვა, არ უნდა ეთქვა და დიახ, აი რაღაცა კადნიერდებიან ჯერ და ამ თემას ეხებიან რა. მე შემდეგ მამაო, აი ამის რაღაცა განჯის საგანი ხდება, თითქოს მეტი არ იყოს საქმე იქ, იმიტომ რომ 1000-ე წარმოგიდგენთ, აი როგორი სიტუაცია იყო, იცით მამაო, 20 და 30-ობით ის სასახლე ესვენა და ისინი გამოდიოდნენ და რაღაცა სასჯელი არსებობს თუ არ არსებობს, იმასაც ვერ ხვდებოდე რომ ეს სასახლეები როდეს უკვე მათთვის სასჯელი არის. ანუ იმ დონის ქრისტიანებიც არ იყვნენ, მამაო, რომ ეს რაღაცა უბედურება დაემართებათ. ხო, დაემართება, ეს რო თავის სასჯელად მიიღონ. ამასაც არ იღებდნენ და ამბობდნენ იქ სიტყვაში, აი აქ ძიმე არ ეწია, რაღაცა იაფასიან რაღაცებს უკვირდებოდნენ მამაო და ეს ადამიანები თან აი აუცილებლად ხო არ უნდა მოკვდე რომ ეს ადამიანი რო ცდება იქიდან დაინახო რომ აი გატყუებდა მთელი ცხოვრება ის ლიბერალი იქნება თუ არალიბერალი ხო სიტყვაზე არიან ხოლმე ატყუებენ თავისნაირს მიდი შენ რაც გინდა აი თქვენი თქმის არ იყოს წეღარო იცი რა არის ღმერთი ისეთი მოწყალე არა ისა შენი ცხონება არ უნდა შენი ცხონება ღმერთს კი უნდა მაგრამ შენი თავისუფლებიდან გამომდინარე შენ ცხო გაქვს ის რომ სიტყვა შენ თუ არ გინდა ძალით ხო არ დაგაძალეს თუ თავისუფლება მოგცა ხო აი ეს მომენტი და აი ამ ხალხს მამაო ძალიან აბუროებენ ხოლმე და იცით რატომ მოვიყვანე მაგალითად იმიტომ ტყუილებში ცხოვრება უყვართ მამაო ამ ადამიანებს და ეს მოძღვრები კიდე ატყუებენ ხოლმე ან ეკლესიის სხვა წევრები არა მარტო მოძღვრები ან ისე ვიღაცა ისეთი ხალხი თუ შეიძლება მამაო აი ამას რა პასუხი უნდა გავცეთ იმიტომ რომ ჯობია თუ არა ის სიტყვაზე აი სიმართლე გითხრა პატრიარქმა და თქვა ნაღდი ჯობია თუ აი პატრიარქმა სიტყვაზე გამოვიდეს და გითხრას რომ არა ის 20 კაცი რომ მოკდა კაცო არა არაფერი არ არის არც ცოდვა არ არის არც არაფერი არ არის მე რა მოხდა აი რა უნდა ქნას ამ დროს მამაო ადამიანმა თქვენი აზრი მაინტერესებს და ძალიან აქამდე დაუსვი ბევრ მოძღვარს მაგრამ აი ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მამაო აი ამასთან დაკავშირებით ბოდიშით რა გამიგზავნეთ გიორგი მეც მაინტერესებს ამაზე აზრით სამწუხაროდ მეც შენსავით მაინტერესებდა და მაინტერესებს ძალიან ბევრ მოძღვარს მოусმენთ ჩემთვის საპატივსაცემო მოძღვარს თქვენი სტუმრობიც ბრძანდებოდნენ და გარკვეულმა მოძღვრებმა სხვა მოძღვრების ქადაგებებს რეზიუმე გაუკეთეთ თვითონ სხვა სისულელე თქვენს კიდე მე ხო მე ჩემ თავს მიმართავ როცა მოძღვარი აკეთებს კომენტარს უნდა გააკეთოს წმინდა წერილიდან წმინდა მამების ასე თქვა ჩარევით ხო ახლა მე ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებს მამა გიორგი რას ეთქვის ძალიან უხერხულია ხო ესე იგი ამაზე ხო პასუხი არის ბიბლიაში მაცხოვარს ძალიან ლაკონურად გეტყვი გიორგი მაცხოვარს მოახსენებენ რომ სილუამის გოდოლი დაინგრაო და 18 ადამიანი გარდაიცვალა მაცხოვარი რას ამბობს ხო ისინი თქვენზე ცოდულები არ იყვნენ თუ თქვენ არ შეინანებთ იგივე დაგემართებათ არც ის უთქვია რომ ეს ღვთისნება იყო ღვთის განგებულება იყო ასე რა თქვა შეინანეთ და ესე აღარ მოხდება აი ამაზე მეტი მოძღვარმა ახლა რა კომენტარი უნდა გააკეთოს და რაზე შეიძლება რომ კიდე ილაპარაკოს ჩვენ თუ აღარ გვინდა ხალხო მსგავსი რაღაც მოხდეს გამოსწორდეთ და ცხოვრების წესში შევცვალოთ ახლა ის ხალხი ის ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ახალგაზრდები როგორ ფიქრობთ ჩვენზე ცოდულები იყვნენ მართლა და ღმერთმა დასაჯა და აი ნახეთ რა დატრიალდა და როგორ დატრიალდა ხო ამის ახლა მკითხაობა ჩვენ რო დავიწყოთ ხო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით და განკითხვები და ეს მიწერ-მოწერა დაიწყეს ქისპი დაიწყეს და ყველა თავისი რაღაც სახე გამოამჟღავნა ხო ამ დოცა მე პასუხი მაქვს მაცხოვრისგან რაღაცა უნდა დავიწყო მე ბრძნობა ახლა გიორგი ამაო ბრძნობა და დასაცინი გავხდე მე ვიღაცეების ხო დამცინებენ აი რატო უნდა მოიცადლო მაგისტვის ბოდიშით აი ამ ესეთ მძიმე სიტუაციაში მეორე დღეს სტატუსისთვის რატო უნდა მოიცალო რომ სიტყვაზე მაპატიეთ რა ისა რომ აი სიტყვაზე წერენ რომ ის იმ ღდელმა რაცუდი იქადაგა ამ ღდელმა რა აი იმ დროს ეგ ერთმანეთის ქიშპისთვის რატო უნდა მოიცალა თორე რაღაც შენი აზრი შეიძლება იმარ
აი როცა მართლა განიცდი და ნაღდი ქრისტიანი ხარ და ტირი ხარ, ხო ღმერთთან ერთად, მაგისტვის როგორ უნდა გეცადოს, რომ ვიღაცა მუხიანში, რომელიღაცა მღვდელმა იქადაგა იმაზე, რა ქვია, რაღაცა რომ ეს იყო სასჯელი თუ რაღაცა და აი იმის განხილვის მაპატი რა არის ეს პრობლემა კი არ აწუხებთ, რომ მასზე ადრე ვიღაცამ კომენტარი გააკეთა, ეს აწუხებთ. ჩვენ ყველას მე და შენ გიორგი უნდა გვაწუხებდეს ის, რაც მოხდა, რომ აღარ მოხდეს. ის კი არა ვინ რა თქვა კაცო. ამან ეს თქვა და იმან ეს თქვა. სულ არ მაინტერესებს ვინ რა თქვა. მე და შენ და ნორმალურ ხალხს გიორგი უნდა გვაინტერესდეს კიდე აღარ მოხდეს ხალხო ასეთი რაღაცა ხო? რატომ მოხდა თქვა ქრისტიანო თქვენზე ცოდულები არ იყვნენ ისინი და თქვენც რო იგივე არ დაგემართოთო შეინანეთო ქრისტიანი თქვა. ეხლა რაღა კომენტარი გავაკეთოთ მე და შენ ამაზე ხო? რაღაცა შეიძლება და მოგიტან ძველი აღთქმიდან კომენტარს მიდეს ნინევიაში იონა წინასწარმეტყველი და ნინევიას ქალაქ ნინევიას ეუბნება 3 დღეში ღმერთი გადლევთ ვადა 3 დღეში ქალაქი ნინევია განადგურდება რა ხდება იქ მეფე დაწყებული მეფედან ხო ქალაქის მერი ვთქვათ ცხოველებიც კი ამარხულეს ჯვალო ჩაიცვეს ნაცარი დაიყარეს თავზე და გადარჩა ქალაქი ნინევია და ჩვენ რა ხდება 40 არ გასულა და ფეხბურთის ბილეთებზე დავდივართ გიორგი ქალაქში არის პრობლემა რა პრობლემა ქალაქში იცი ახლა ორი კვირა გავიდა ხო ეს უბედურება რო იყო და მეორე უბედურება იცი რა არის რომ ჩვენ ბილეთებს ვერ შოულოს ქალაქში წარმოვიდგინეთ ხალხო რა ეს ტრაგედია ჯერ არ განელებულა ის გვამები არ გაციებულა ჯერ 40 არ ყოფილა ჯერ გასული და იმის მაგივრად რომ ჩვენ ქალაქში ახლა მართლა გავერთიანდეთ ის კარგია რომ გავასუფთავეთ ქალაქი და სულები გავისუფთავოთ ხალხო სულები გავისუფთავთ ერთმანეთს შენ და მამებს ერთმანეთთან კიშპიკი არ უნდა დაეწყოთ მამაო შენ მინდე თუ რამე შენზე ცუდი მითქვია რა არა მამაო შენ შემინდე უნდა ჩვენ შენდობით დაგვეწყო ის დილა და რამეში ხო არ ტყუი ვართ ხალხო ჩვენ პირიქით უფრო გავბოროტდით, უფრო დავიწყეთ და აი ამის ბრალია, ამაო ბჭობა, ამაო ბრძნობა, ამაო ფილოსოფოსობა და ამაო ესე ვთქვათ სულიერება, მამობა, რაღაცები დავიწყეთ და დავავიწყდა მაცხოვრის სიტყვები და ეხლა წარმოიდგინეთ ხალხო რომ ჩვენ ქალაქში ნომერ პირველი პრობლემა ყოფილა ბილეთებს იშოვით თუ არა თურმე და ეს ბალეში გულშემატკივრები უნდა შეიკრიბონ რაღაცები და ყველას დაგვავიწყდა რა მოხდა ქალაქში ამ დროს ხო ნორმალური ქრისტიანი ხალხი იყო და მოდი ეს ფეხბურთი ან გადავიტანოთ სხვა ქალაქში ან რაღაცა შევცვალოთ რა გვეფეხბურთება ხალხო თავზე დაგვენგრა ქალაქი თუ გონიათ რომ ის ხეობა ყველაზე ცოდვილი ხალხი ცხოვრობდა იმ ხეობაში და სხვა ხეობაში არაფერი მოხდება და ხვალ ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება ხო ეს როგორ შეიძლება და ამ დროს თან მივდექით უხუცეს პატრიარქს და ჭვაზე დარეგება დაუწყოთ რა დროს ამის თქმა და მე ძალიან ბოდიშუხდი მამებს პატრიარქი მოხუცდაო და ეხლა იცით რა პატრიარქს იმას ეს რა იცით რომ აი მოხუცდაო და ამიტომ თქვაო და აპატიეთო რა ხალხო მთელი რუსეთი დღეს ერთ მოძღვარზეა ჩამოკიდებული ერთი სტარეცი ყავთ გიორგი ოპტინაში მამა ელიაილი დროზდი ილიაილი დროზდი ხო ერთი სტარეცი ყავთ 80 რაღაცა წელიწად მთელი რუსეთი ამას შეყურებს და ღერონ და ბერი რას ნიშნავს და ბერდა ანუ ბერი გუშინდელი პატრაბიჭი რო იყო და დღეს რო კაბააცვია ის ბერი კი არ არის ის მონაზონია უნდა იყოს მონაზონი პროსტორად ქალაქში კი არ უნდა დარბოდეს ხო მონაზონი უნდა იყოს და პატრიარქი ერთადერთი ბერია ჩემ თვალში რომელიც ღერონდა რომელიც სტარეცია რომელიც მოხუცდა და რაში მოხუცდა ლოცვაში მოხუცდა ჩვენზე ზრუნვაში მოხუცდა და ამაზე ამბობ მოხუცდაო და აპატიეთო რაღაც ისეთი თქვაო რა მოხდა რა ტყუილი თქვა პატრიარქმა რამე არა თქვა სიმართლე პატრიარქმა ეს კი არ თქვა ხალხო რომ ის ხალხი რო ამ მდგომარეობაში ჩავარდა ზოპარკის ბრალია აი ეს ზოპარკი რო დაიტბორა და რაღაცა ხო არ არის თლათ კარგი შემოსავლებით აგებულიო და თან ეს იყო ძალიან ცუდი ამოგლეჯილი ესე ვთქვათ გარკვეული კონტექსტი მისი სრული ქადაგებიდან ხალხო ამიტომ გიორგი ჩემი კომენტარი და სხვა მამაების კომენტარი ნაკლებად არის საინტერესო ბიბლიაში პირდაპირ წერია ეს არის წითელ ზურად გააზროს თელს ბიბლიას ხო შეინანეთ მოახლოებულია სასופველი ცათა ივანე კროშტანტელი რას ამბობს გიორგი რომ ეს სოფელი არ არის საქართველოზე ლაპარაკი და რუსეთზე თელ სამყაროზე ამბობს თვლემარე მდგომარეობაშია, აი ნახეთ რა არის თვლემარე მდგომარეობაში, არც აკეთა ხარ, არც გზინავს, არც ფხიზელი ხარ, არც ღმერთთან ახარ, არც ეშმაკთან ახარ, აი მოკლედ როგორ ჩვენა ვართ. და ღმერთი აფხიზლებსო, მიწისძვრებით, წყალდიდობებით, მეწყერებით და ეპიდემიებით და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ თუ ეს სიტყვები არ მოგწონთ, იონე კონსტანტელს გაეცით პასუხი რა. აი ეს არის ეკლესიური პასუხი, რომ შევინანოთ, რომ იგივე აღარ დაგვემართოს. სხვა ახლა მე რა ვთქვა, რა ვიცი.
ერთი ზარი შემოუშვათ, მამო, ძალიან დიდი ხანი არ ყოლი, ოღონდ თემასთან დაკავშირებით დასვით კითხვა გთხოვთ რა, ნუ გადაგვიყონ თემიდან. გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. დიახ, იცით რა მინდა ვთქვა ამ აუბრძანებზე და ამდენი ლაპარაკი მიდის პატრიარქზე და საერთოდ მართლმადიდებლობაზე და ამ ბოლო დროს ძალიან გახშირებულია თავდასხმები და ეს. ჩემი აზრით და რა ვიცი, თქვენი აზრი მაინტერესებს კიდე. სანამ უფრო არ დავიცოთ ჩვენ რელიგიასაც, იგივე სამღვდელოებასაც და აი პატრიარქსაც უარესობისკენ წავოთ ჩვენი საქმე. არ გეგმოთ რაღაც ახლა ძალიან ისე ექსტრემისტულად, მაგრამ საჭიროა დაცვა რა. უფრო მეტადაა საჭირო და ამაში ეკლესიამაც და სახელმწიფომაც ცოტა სხვა როლი უნდა ითამაშოს და არავისი არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი რელიგია დავიცვათ რა და თავზე არავინ არ დავიცვათ. აი ესაა ჩემი აზრი და თქვენი აზრი მაინტერესებს მამაო რა. უფრო მეტად უნდა დავიცვათ კიდე ეს არ არის საკმარისი რა. გასაგებია ბატონის ნათქვამი. გეცემანის ბაღში მაცხოვარს უპირებენ შეპყრობას, ხო? მოცვიდება ხალხი წალდებით და ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული იარაღებით და ამ დროს აი ამ ადამიანივით გულანთებული ადამიანი პეტრე იშიშვლებს მახვილს და უნდა რომ მაცხოვარი დაიცვას. მაცხოვარი ხმას არ ამოიღებდა და იტყოდა, ხაბა დამიცავით, ხო? რა მოხდებოდა? პეტრეს მოკლავდნენ, რამოდენიმე მოციქულს მოკლავდნენ, მაცხოვარს მაინც შეიპყრობდნენ, ხო? და მაცხოვარი ას ამბობს. ამას ყველა დაანებე თავი, მე ვარ და რო იტყვის რომ მე ვარ, იტყვის რომ მე ვარ ღმერთი ფაქტობრივად. ისიც სახელი მე ვარ მყოფი ღმერთი, ღმერთის სახელს ახსენებს, ხო? ყველაფერი ქვე დაემხობა იმ მომენტში. ანუ პატრიარქი უნდა დაიცვა, მაგრამ მართლმადიდებლობა უნდა დაიცვა, ოღონდ როგორ უნდა დაიცვა? ავტომატურად კი არ უნდა დაიცვა და ხმლებით და ასე ვთქვათ, რაღაც ფარებით მართლმადიდებლობა ან სიკვდილი. ცხოვრების წესით უნდა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი პატრიარქი. თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ეკლესია და ჩვენი პატრიარქი უნდა ვიყოთ თავდაბალი, მოსიყვარულე და მლოცველი ადამიანები. წარმოვიდგინე ადამიანი ცხოვრობს ბილწი ცხოვრებით, არ მარხულობს, არ ლოცულობს და პატრიარქს იცავს რა. აღჭი შენ დასაცავი პატრიარქს. ყველაზე მეტად შენაწყენინე პატრიარქს შე რო იცავ. აბა რა, თუ შენ პატრიარქი გიყვარს და შენი ეკლესია გიყვარს, ამ დროს აიცით რა, მარხვას არ ვინახავ, მაგრამ პატრიარქი მიყვარს. ქრისტე მიყვარს, მაგრამ ცნებებს არ ვიცავ, უკაცრავად რა. ქრისტე ამბობს, რომ თუმე გიყვარვართ, ჩემი ცნებები დაიცავით. იგივე ამბობს პატრიარქი, ჩემო სულიერო შვილებო, თუმე პატივს მცემთ, ხო? დაიცავით ცნებები. ხაცა შეიძლება რომ დედა და მამა გიყვარდეს და მათ არ უჯერებდე? ხო, წარმოუდგენელია, ხო? მამა არის ღმერთი, დედა არის ეკლესია. გეუბნება რომ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა. არ წმინდა გული გაქვს, არც გლახაკი ხარ. ამაყი დამპარტავანე თავხედი ხარ და ამ დროს პატრიარქი გიყვარს. ეს რას ნიშნავს, ხო? ეს უკვე რაღაც ურა პატრიოტიზმია, ურა მართლმადიდებლობაა და ამით უფრო ცუდს უკეთებ. მე ეს ხალხი რო ხედავს, რომ ეს ადამიანი, რომელიც ლოთია, მრუშია და ყაჩაღია და პატრიარქს იცავს, ეცინება უბრალოდ მე, ხო? პატრიარქი დავიცვათ, დედა ეკლესია დავიცვათ, ჩვენ თავდაბლობით და მცნებების დაცვით. ამით უკვე დაცული იქნება ჩვენში პატრიარქის სახელი, ავტორიტეტი. ხა წარმოიდგინე, რომ ცუდი მოძღვარი ვიყო და ლოთი სიგარეტს ეწეოდა და დამინახოს ხალხმა. პატრიარქს ვიცავ მე, ხო? და ამარ რა უნდა დაიცვას პატრიარქს სიგარეტს ეწევა, ხო? იგინება, ლოთობს და ვიცავ პატრიარქს. რაჭის ჩემი დასაცავი პატრიარქს ხალხ. პატრიარქს ყავს თავისი ანგელოზი და მე თუ მინდა რომ პატრიარქის სახელი არ შეიბღალოს, ვიქნები თავდაბალი და პატიოსანი მოძღვარი. ამით დავიცავ ჩვენ პატრიარქს, ამით დავიცავ დედა ეკლესიის სახელს, როგორც პავლე მოციქული ამბობს კორინთოს ეკლესიას, ეუბნება რომ თქვენით იდიდება ღმერთი, ანუ წარმართებში და თქვენითვე იგმობა, ხო? ხო, რომ დაინახავენ რომ სასულიერო პირები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, გიორგი და იგივე შენ წამყვანი რო ხარ და პატრიარქი რო ძალიან გიყვარს ყველა მისის და არ იყო კაი ქრისტიანი, არ იტყვიან რომ ლამას აელაპარაკე და ამის ამდენჯერ შეუჩერები. ხო, აბა ამდენჯერ შეგიძლია. ამიტომ მე გეთანხმებით ბატონებო, უნდა რა თქმა უნდა ჩვენი ახოვანებით, ჩვენი სიყვარული და თავდაბლობით პატრიარქი დავიცვათ, ოღონდ დავიცვათ ქრისტიანული სარწმუნოები და ცხოვრების წესით. რა თქმა უნდა. მადლობა მამო, ძალიან დიდი. მე მქონდა ესეთი იდეა და მაქვს კიდევაც და აი ესეთი რაღაცა თავის რა თქმა უნდა ამის რაღაც იმას შემოხაზა, რასაც ჩაჯდება ეს, რომ ის მომენტი, რომ ადამიანებს ვისაც აი ესე უყვართ უწმინდესი, რომ შევიკრიბო და ვიღაცები აი რომ ითავხედებენ ხოლმე, რომ გამოდიან ხოლმე და 20 წლის და 18 წლის ბავშვები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და უწმინდესი, რომელიც
საქართველოსთვის ცხოვრობს და მაგით სუნთქავს და საქართველოს მისით სუნთქავს, ხო? ამას რო განიკითხავენ რა რაღაცას რო წერენ, აი მაგ ადამიანებს სახლებთან უნდა დაუწერო, რომ შენ ხარ ესეთი სიტყვაზე და ეს მომენტი იქნება ძალიან ლამაზად გამოხატული და მე აუცილებლად გავაკეთებ სექტემბრისთვის ამას, აი პირობას ვდებ რა, ძალიან ბევრი ადამიანია ამის მომხრე. ონთ ლამაზად და აი ხარ ჩამოვიყვან და იქ არ ჩამოვახჩობთ, მაგრამ უბრალოდ რო იცოდეს, რომ ვისაც ეხება, იმიტომ რომ მამო, თუ მათსაც რო შეეხები, ერთ ამბავში რო არიან და რო გიждდებიან, ჩვენ ყველაფერს და ჩვენ სიწმინდეებს რო ეხებიან ეკლესიას და ის რაც შეგვინარჩუნა პატრიარქმა ჩვენსაც თუ ეხებიან, ჩვენ რატო არ უნდა გავცეთ პასუხი და ამას მე აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ ძალიან ენები წაიგრძელეს ამ ბოლო ხანებში და არ მინდა კიდე თქვა მამაოს ძალიან არ უყვარს ხოლმე ესე რომ ვიცავ პატრიარქს და მაგას ამას აუცილებლად მოული მე ყველა ვარიანტი არ ვიცი მე კანონიც არის მამაო და იქ ინტერნეტში რავი თუ დაწერეო ზედმეტი ამის გამო შეგიძლია აი ამ ყველაფერს ამოვაღებინებ და რა ვიცი შემილია ბევრი რამე გავაკეთო ამისათვის არის იმიტომ რომ მე თუ ეს ადამიანი მიყვარს და ამას ვეუბნები რომ უწმინდეს თქვენ მიყვარხართ მაგრამ ვიღაცა ჩემს გვერდზე დადის და ლანძღავს ეს ფაქტიურად მე არ მიყვარს მამაო და მე შევეცდები რომ მასაც დავანახო და ან შევაყვარო ან კიდე ისე იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ქრისტიანები მამაო ვერ ვართ სამწუხაროდ რაღაც ჩემი საქციელით ეხა პატრიარქს შეუყვარდეს ვიღაცა სამწუხაროდ ეხა არ თამდაბლობს სწორად გამიგეთ და ნუ სხვა გზა არ დამჩენია უბრალოდ და რა ვიცი რაღაცას მოვიფიქრებ იქნებ შეიქმნას რაღაც ჯგუფები მაპატეთ ეს ჩემი პირადი აზრია ზარი არის ეთერში გისმენთ გიორგი მამოს მიესალმებით მამო შეგვიდეთ წოდები ასეთი აზრი მაქვს მე ბატონო გიორგი და ბატონო მამოსაც მიმართავ აი ქართველი ადამიანი დგას ძალიან დიდ წოდვაში ქართველების 90% აპატიეთ და მაგრამ საკუთარ დედაზე იგინება საუბრის დროს. ეს არის უდიდესი ცოდვა, რომელსაც ჩვენ უფალი არ გვაპატიებს. ვიძახით ღვთისმშობლის წიხოდი ქვეყანამაც, ვიძახით ღვთისმშობელი გადაგვაჩენს, ვიძახით ეკლესია გვიყვარს, ვიძახით მართლმადიდებლები ვარ და ამ დროს ყველა ქართველი იგივე ამ სიტყვებით ხო ღვთისმშობელს აგინებს. ხო ეს არის უდიდესი ცოდვა, რომლის გამოც ჩვენ არ გვეპატიება, არ მიგვეტევება და ვერ გავიმართებით წელს საქართველოს ფეხზე ვერ დადგება ვერასოდეს სანამ ქართველი კაცი აი ამ ცოდიდან არ ამოვადა. მე გიორგი, შენი ჭირიმე მინდოდა აი მეთხოვა ძალიან ბევრი მინდოდა ამერიკა და მეთხოვა რომ ეთერი თუ შეიძლება რა თუ მოხერხდება ან რომ აი ამითი დავიწყოთ რა ამ მოწოდებით პატრიარქაც იქადაგამის თაობაზე რომ ეს არის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ეს არის იგივე ღვთისმშობლის გინება კაც საკუთარ დედაზე რომ ამას ამ სიტყვებით რომ ლაპარაკობ აუცილებლად გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით გადაცემა იქნება აი გადაცემის დასაწყისში ან დასაბმან ბოლოს გადაცემის ბოლოს აი ამ მოწოდებით დავამთავროთ ხოლმე რომ ყველა მოისმინოს ბერმა მოისმინოს დიდი მადლობა ყურადღებით. გაიხარე, მადლობა შემოგევლე. მამო, აი თუ არის აი ეს მომენტი, რომ კიდე აი ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, ვარღა მამო ამოწურა ამ თემას, იმიტომ თქვენ ძვირფასი დრო არ წაგართვა და კიდე შემდეგ გავაგრძელოთ. მამო, აი ეს მომენტი თუ არის, რომ მამო, აი ამ ადამიანებს როგორ უნდა შევაგნებინოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც აი წეღან ვახსენე და ჯერ რა უნდა გაეკეთებინათ, ელემენტარული ის ხო უნდა გქონდეს, რომ აი თუ ვინმეზე საუბრობ, აი სიტყვაზე მე ვსაუბრობ მამა გიორგიზე, ხო? აი თქვენ რა ღვაწლიც მიგიწვით, ხო? იმის მიათედი მაინც ხო უნდა მქონდეს გაკეთებული, რომ რამე მაინც გითხრათ, ხო? აი საერთოდ საქმეში არ ერკვევიან არაფერი, გამოდიან და იმის სახელი მე არ ვიცი, ან რა თუნდაც ესეთი ცნობადობა, ან პოპულარობა, რაღაცებს ეკლესიას იმას განიკითხავენ, მამა. აი თუ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რაღაცა ხო იყო პერიოდები არის, როცა ამის გულისთვის ისჯებოდა ადამიანი და მე ვარ ძალიან დიდი მომხრე იმისა, რომ ამის გულისთვის დაისაჯოს რაღაცა სახელმწიფო კანონებით ან ციხე იყოს ან რაღაცა, რომ ის რაც ჩვენთვის ფასეულია და ღირებულია, ხო? რა ვიცი, არ ვიცი მე, რომ აი სიტყვაზე იმას ვინც ეხება, ხო? რო იმას ხანს, აი ეხა როგორც აი რო შემოვიდეს მამო ვინმე დამნაშავე შენ სახში და ოჯახს გირევდეს და სიტყვაზე იმ ადამიანს გაუსწორდნე, ამის გულისთვის ციხე ხო არ არის. აი ეგეთი რაღაცა რო იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაიცავს თავის პატრიარქს, ხო? აი რაღაცა კანონი ხო უნდა იყოს, რაღაცა ხო უნდა დაარეგულიროს, იმიტომ ენას ძვალი არ აქვს და სიბოროტით გაივსო მამო ამ იმით რა ქვია ამ ხალხით ისა რა ქვია ქვეყანა და რა უყოთ მამო აი თუ შეიძლება მამო აი მასთან დაკავშირებით მე რასაც გეკითხებით მამო ეხა ძალიან ბევრ ადამიანს ყელში ყავს და აი ეს ადამიანები ქუჩაში რო შეხვდნენ მე ვიცი რომ ზუსტად დაახჭობენ რა მე ვიცი ნახდათ აი ზოგს მანქანის დარტყმა უნდა ალბათ ამ ადამიანებზე იმიტომ რომ ან კაკაბაძე ან თუთბერიძე ან ვიღაცის ღლაპები არიან კიდე ისა რა ქვია ყოფილი არ ვიცი მე ვინები რო შეხვდნენ მამო შეიძლება ხო გუგლი გაგიჩერდეს მაპატიეთ მე ბატონის გულის ტკივილის გამოვეხმაურები და მე შენ გულის ტკივილის
ჩვენ მინდა რომ რეალობაში ვიყოთ და თვალები გაუსწოროთ სიმართლეს და რეალობას, რომ ჩვენ აპოსტასიის პერიოდში ვცხოვრობთ. აპოსტასია არის აპოკალიფსის შესავალი. ჟურნალი ფაქტურად, ხო? რომ რა არის ნიშანი აპოსტასიის განხმება სიყვარული მრავალთა. შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ, ოჯახში მოხდება განხეთქილება, მოკლედ დაპირისპირება, ერების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს წინ აღდგომა ოჯახში ეხლა უცბად 20 წლის ჭაბუკს გიორგი მე ვერ გავაჩერებ და ვერ ვეთქვი, უკვე ძნელია, დაგვიანებულია ძალიან. ეს ყველაფერი ოჯახში უნდა იყოს და მოდი გადავხედოთ ახლა ჩვენს ოჯახებს, როგორი ოჯახები გვაქვს და ეს თაობა რომელიც დედას იგინება, როგორ ოჯახებში არიან დაბადებულები და გაზრდილები, ხო სამწუხაროდ. ეხლა დედა ამერიკაში ყავს ზოგს, მამა ესპანეთში ყავს, ცუდად კი არ ვიძახი მე თქვა, მაგრამ აი დედის სითბო და მამის ყურადღება ძალიან ბევრ ახალგაზრდას აკლია. და ის უკვე ისე ავტომატურად იგინება, რომ აი მან ეს გაიგო ქუჩაში თავის მეგობრისგან და პირდაპირ იმეორებს იმ გინებას. რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა გინება შეწყვიტონ და ჩვენმა მომავალმა თაობამ პატრიარქის და ეკლესიის მიმართ სწორი დამოკიდებულება გამოხატონ, ეს ძალიან დიდი პატარა ასაკიდან უნდა ჩაუნერგოთ ჩვენ შვილებს. წარმოვიდგინეთ, ბავშვები 24 საათი ინტერნეტში უყურებენ უჟრასებს რო ეძახიან რუსულად, ხო? უყურებენ განყვნილებას, მამათმავლობას, იქ რა დედაზეა ლაპარაკი და რა მამაზეა ლაპარაკი. ხო, საერთოდ ჯერ რა ქონდათ და იმ ფილმებმა ინტერნეტში რომელიც გადის, ჩვენ შვილებს გამოაცალა ყოველგვარი დედობრივი და მამობრივი ზრუნვა და დამოკიდებულება და აპატიეთ იმ პორნოგრაფიას, იმ ეროტიკას, იმ ყველაფერს ხო უყურებენ. ეხლა ბავშვი რო აი ამ ყველაფერს უყურებს, ხო იქ რა დედის სიყვარულზეა ლაპარაკი. როცა ხედავს რომ მამა დედას აგინებს, თქვათ, შვილს, აი პირდაპირ იქ უსწორდება, აგინებს, ლანძღავს, აფურთხებს, ან დედა მამას აგინებს და შენ არა კაცო და შეესეთო და შეისეთო. ეს ბავშვები ამ ყველაფერს ხო ოჯახში ხედავენ. და მე გვინდა რომ ამ ბავშვმა ზნეობა ისწავლოს და დედა უყვარდეს და მამა უყვარდეს, ხო? ეს ძალიან დიდი სატკივარია, გიორგი, და ამას ჩვენ კანონებით ვერ შევაჩერებთ. შენ რასაც ფიქრობ, მე ვიცი, მაგრამ კანონიც უნდა იყოს, მაგრამ კანონამდე ადამიანში ზნეობა უნდა გავაღვიძოთ. ძველ აღთქმაში ცოდვას არტახებივით ჰქონდა კანონები, რომ აი თუ ვიღაცას დაინახავდნენ, რომ იმრუშა, ხო, ჩაქოლავდნენ. ანუ ცოდვა იყო არტახებში მოქცეული და ახალ აღთქმაში ქრისტე რასეუბნება, უკვე აქ არტახებით კი ვერ გააჩერებთო. ვინცო გულის თქმით შეხედაო, მან უკვე ემრუშაო. ანუ უკვე მან ქრისტემ უკვე ღრმად ჩაახედა ადამიანი ცოდვაში. შეიძლება ბიჭმა არ შეიგინოს ჩემი დედაო, მაგრამ დასანახავად ზულდეს დედა. ესეც ძალიან დიდი ცოდვაა, ხო? შეიძლება არ გამოხატავდეს ამას, მაგრამ იგივე რომ შვილი რო თავს მოიკლავს, ეს არ არის პროტესტი მშობლების წინააღმდეგ? ეს არ არის პროტესტი დედა ეკლესიის წინააღმდეგ? აი ძალიან რამეზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ახლა. ანუ ეს ყველაფერი მოდის ჩვენი თავიდან, ჩვენი სულიდან, ეს ყველაფერი ოჯახში ყალიბდება თანდათანობით და როგორც კი ბავშვს გაუჩნდება პროტესტის გზნობა, ქუჩაში უკვე გამოდის და იძახის ჩემი დედა, შენი ესე, შენი ისე. ეს ყველაფერი სამწუხაროდ რაღაცა წილი მშობლების ბრალიც არის, გიორგი, მშობლების ცივი დამოკიდებულობის ბრალიც არის, რომ ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება დანგრეულ ოჯახში, ან ისეთ ოჯახში, რომელიც უკვე დანგრევის პირას არის მისული და დედმამა კი ერთად არიან, მაგრამ ვითომ არიან და ხან არ არიან. ეს ყველაფერი სამწუხაროდ მე ოჯახის დანგრევის ბზარი გადის შვილის გულზე პირველ რიგში, ხო? ეს დაზიანებული ბავშვები მე არიან რეციდივისტები, არიან ზოგი თავს იკლავს, ზოგი სხვას კლავს, ზოგი საპრობილეში ხვდება უკვე ფაქტიურად და ამდენი პრობლემა მივიღეთ. ანუ ეკლესიამ ეს უნდა ძალიან გულთან ახლოს უნდა მიიტანოს და პირველ რიგში აი ქალბატონი რომელიც მოდის ეკლესიაში ხო უნდა მოვთხოვოთ რა შენ შვილს აქცევ ყურადღებას აი როგორ ექცევი შენთვის როგორ ლოცულობ მასზე და დედამშად გვეუბნებიან თით მე არა მაგ დრო ჩემი შვილისთვის ძიძა ყავს აყვანილი მისი ბავშვი უკვე დაბადებიდანვე ძიძასთან იზრდება ძიძასდის მას ხო ის მუშაობს სადღაცას ხელფასს იღებს და უხდის ძიძას იმ ხელფასს წარმოვიდგინეთ და იმ ბავშვს მე დედის ჯიგარი რო არა ადვილად შეიგინება ხო დედას ახლა მე არ ვიძახი რომ სამსახურები მიატოვონ დედებმა და სახში დაждდნენ მაგრამ დრო უნდა დაუთმოთ ჩვენ შვილებს ისე კი არა მაგრამ საჩუქრების მიტანით და თანხის აი ხა თქვა დედა არის ამერიკაში შვილს უგზავნის თანხას ბებიასთან იზრდება ბავშვი და იმ თანხას მე რაღაც კაზინოში ხარჯავს ტოტალიზატორში აგებს და მე დედამისი იგებს რომ ეს ძალიან კარგად ვიცი რომ ეს შვილი უკვე საპრობილეშია და იქ მე იქ ამერიკიდან ურიცხავს თანხას თავის შვილს რომელიც საპრობილეშია ხო ანუ ეს ძალიან დიდი გლობალური პრობლემაა და ამის ერთ-ერთი გამომწვევი ასე თქვათ მდგომარეობა ეს არის აპოსტასია ანუ
დაიკარგება სიყვარული ადამიანებში, რაც ქრისტე გვაფრთხილებდა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში. დიახ, მამო, ერთ იმას რა გეტყვით, თუ შეიძლება აი ამ ადამიანებს ხო აკვირდები ხოლმე მათ მშობლებს, ვიღაცებს, ზოგიერთს ვიცნობ, ხა ტელევიზიითაც ცნობადები არიან, მათი ოჯახებიც ვიცი, ვინც აი ეკლესია, სასულიერო პირებს უწმინდეს განიკითხავს ხოლმე, ხო? მე ვიცი რომ მათ მშობლებს ძალიან ცხენიათ ხოლმე იმის, აი მე ვიცი რომ აი ძალიან ცხენიათ იმისა, რომ ისინი არიან მისი შვილები, მათი შვილები. და რა არის ისე ზოგი დაკარგულიც ყავთ კიდევაც სახლი და რომ ამბობენ რომ ჩვენთან სახლში აღარ მოხვით, იმიტომ რომ იმდენად წმინდა სეხებიან მათთვისაც კი მიუხედავად იმისა რომ შვილია მაინც კარგავენ ამას. ეს შემთხვევები არის ხოლმე მამო და თან აი ამას წინათ ხე ინტერვიუც მივეცი რომ ადამიანები ხა დედას არ უფრთხილებიან, არავის არ უფრთხილებიან, ხო? სასახლის რომ მოკვდებიან, მიწამურ თუ მიიღო, სასახლის ამწევები მაინც რო ყავდეთ, ხო? 4 კაცს მაინც ნუ მოინდურებენ, მაგრამ ხო უნდა მიხვდნენ მამო, ყველას რომ მოინდურებენ, ესე იგი რაღაცაში ხო უნდა დაფიქრე, რომ არ ხარ რაღაცას, არასწორს ლანძღავ, ხო, არასწორად ამბობ, ხო ამას, ხო? სიტყვაზე ის მომენტი აქვს, აი, თან მათი თაობები, იმ დღეს უთხარი, რომ მათი თაობებმა უნდა იარონ თავდახრილებმა, მამო, იმიტომ რომ ეკლესია ვერავინ ვერ შეაყრია ამდენი საუკუნის მანძილზე და ეკლესიის მტრების თამომავლები კი სულ შერყეულები და სულ აი პრობლემის ქვეშ და სულ დაზიანებულები დადიან და დარჩნენ კიდევაც, მამო, და ეთყობა კიდევაც უკვე აი ვის მას თამომავალმა მღვდელი რომ მოკლა ადამიანის იმა რა ქვია წინაპარმა ვიღაცა იმას უკვე ეს სახეზე ეთყვა თქვენც ალბათ ხშირად მოსულა ხო თქვენთან ესე დაზიანებულები არიან და მომავალი თაობა მაინც შეიცოდონ მამო ცოდოები არიან ხა მე რა უნდა დავაშავ სიტყვაზე ბაბუაჩემა რომ პატრიარქი განაცხა მაგის გამო მე რატო უნდა ვიყო ხო სუ იმის ქვეშ მაგრამ სამწუხაროდ ესე ხდება ხოლმე ხო იმიტომ რომ არ შერჩება ეს არავის ხო თუ შეიძლება მამო აი ამ ადამიანების შობლები თუ როგორც შენამბობ წუხდებიან კარგია რომ დააფიქსირონ ხო ეს თავისი წუხილი და ბოდიში მოუხადონ აი ჩემმა შვილმა რო ცუდი ჩაიდინოს ხო მე მივალ იმ ადამიანთან და ბოდიშს მოუხდი და ვეთქვი რომ იცით რა ჩემმა შვილმა არ ჩაიდინა კარგი საქციელი აი გამახსენდა გიორგი ქართული ფილმია ძალიან საყვარელი ფილმია ყველასთვის უძინართა მზე ხო ციხის უფროს რო აგინებს ხო დათო და ამ დროს გელა ბაბურვანი რო იცით ბატონო მე ესეთი შვილი არ ამყავს რა გამეკვირდაო როგორ შეგაგინათო ხო როგორი გულწრფელია და როგორ შეწუხებულია და ის კაცი მართლა ცუდი კაცი იყო მისი შვილი აგინებს და ეს იმდენად გულუბრყვილოა რომ ბოდიშს უხდის რომ ჩემმა შვილმაო ეს გააკეთავ და თუ ჩვენი შვილები ცუდად იქცევიან ჩვენ მშობლებმა უნდა თქვათ იცით მე ვერ გავზარდე კარგი და პატრიარქო და ქვეყანა მე ბოდიშს გიხდით რომ იცით აი კომუნისტების დროს რომ თუ რომელიმე თანამდებობის პირი შვილი ცუდად მოიქცეოდა ხო რაღაც ის თანამდებობას ტოვებდა და ბოდიშს გიხდით საზოგადოების წინაშე ახლა მე რაღაცნაირად შეიძლება ვერ დაგეთანხმო რომ ადამიანი რომელიც პატრიარქს და ეკლესიას აგინებს და მისი მშობელი ნორმალურია და ის მშობელი შეწუხებული თავჩაღუნული იყოს უნდა დააფიქსიროს მან თავისი აზრი და მივიდეს სამებაში და უთხრას უწმინდესო მე ბოდიშს გიხდით მე ესეთი შვილი რომ გამომივიდა კი არა ჩემი ბრალი არ მე არ ვაქცევდი არ მეცალა ჩემი შვილისთვის ქუჩაში იყო მე მსხლომებს ვესწრებოდი და ქვეყანას ვაშენებდი და ჩემი შვილი ქუჩაში გაიზარდა და დღეს ჩემთვის სანუკვარ პიროვნებას აგინებს მე უნდა შევწუხდე ახლა სახლში რო თავს ჩავღუნავ ტელევიზორთან ეს არ არის საკმარისი გიორგი უნდა გამოხვიდე და მაგალითი იყო და თუ ცნობადი სახე ხარ განსაკუთრებით ხო წერალი ხარ თუ მხატვარი ხარ თუ ვიღაცა ხარ და თქვა რომ მაპატიეთ რომ ჩემი შვილი ასე იქცევა უფრო სიმპათიით განვეწყობე ხო მე იმ ადამიანის მიმართ ასე უნდა იყოს მე მგონი მობილურია ეს მამო შემოუშვა დღეს არების თუ შეიძლება მადლობა მამო ძალიან დიდი გისმენთ ალო გისმენთ მოგესალმებით მამო მოგესალმებით ორთავეს მოგესალმებით ერთი ამაზე გამეცი პასუხი მამო ეს მიხარ ჩემი გესმით დიახ თქვით გამეცი ერთი პასუხი რატომ არის ყველა კაი ადამიანი თვალშებიანი და გაუბედურებული ყველა კეთილი ყველა ესე რატომ არის და ყველა ბოზი ჩატრახი გულაობს ყველა მაიმუნი კიდე არის იგულაობენ და ეს კაი ადამიანი ყველა დაშეგრულია რატო არის ისა ანუ რატომ არისო ყველაო კაი ადამიანიო ისეთ დღეშიო ცუდ დღეშიო და ისინიო კიდეო ჩანან უფრო იმაშვებიანო და უფალმა ამაზე გაქვსა პასუხი ჩვენ თავის მოციქულებს უთხრა და თავის ინტერესს და თქვენ წუთის სოფელში ჭირი გექნებათ და მეუძლიე წუთის სოფელს. ანუ დადგება დრო რომ ხალხი გაიცინებს და იმხიარულებს, ანუ წარმართები და თქვენ იტირებთ, მაგრამ დადგება დრო რომ თქვენ გაიცინებთ და ისინი ატირდებიან. ანუ ეს სოფელი, ეს ქვეყანა ჩემოძვირფასებო არის ჩვენთვის საასპარეზო, ჩვენ დროებით ვართ ამ ქვეყანაზე და ქრისტიანისთვის ამ სოფელში ცხოვრება, რატო იბადება ბავშვი ტირილით და არ იბადება სიცილით, ხო? ანუ უკვე წინასწარ იცის რომ ეს ქვეყანა მისთვის არის რაღაც
დროებითი სამყოფელი. და აქედან გამომდინარე, პირდაპირ გაგვაფრთხილა ქრისტიანი, ხო, აი წარმოვიდგინეთ რა, რომელი რელიგიის ფუძემდებელი და რომელი ფილოსოფოსი ეტყვის, რომ მე გამომყევით და თქვენ გაგდევნიან, ხო? ხო ეტყვი რა, გამომყევით და უფასო და შუქი და გაზი გექნება და ყველაფერი კარგად იქნება და ქრისტე გეუბნება, თუ შემომიდგებით მე, ჭირი გექნებათ, იტირებთ, ჩამოკიდებენ, ჩამოგახჩობენ, ჯვარს გაცმევენ. აი წარმოვიდგინე გიორგი პირველი საუკუნე ქრისტიანებს აწამებენ და უფრო დიდი რაოდენობა ხდება ქრისტიანების, ხო? ახლა ნორმალური რომელი გააკეთებს ამას, ახლა გავიგე რომ ვიღაცა ქრისტიანია და მოკლეს, ლომემა დაგლიჯეს და მეც მინდა რომ გავხდე ქრისტიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ იმდენად ხილული იყო ღვთისმადლი, რომ ყველას უნდოდა რომ გამხდარიყო ქრისტიანი. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იავარდით მოფენილი არ იქნება კარგი ადამიანებისთვის ცხოვრება. კარგი ადამიანი არის ჩემთვის ქრისტიანი მართლმადიდებელი. არა მარტო გარეგნულად ზნეობრივი და ფარისეველი რომ ვითომ ჭიანჭველას ფეხს რო არ ადგავს და გული ბოროტებით რო აქვს აქვს არამედ ის ვინც საკუთარ თავზე მუშაობს ვინც გამოვიდა ამ სოფლიური რაღაც გარკვეული კატაკლიზმებიდან არ იპარავს არ მრუშობს არ განეკითხავს არ არის შურიანი და ბოღმა იმ თქვენ ჭირი გექნებათო ქრისტიან გითხრა ანუ მე როგორც გამაძევესო და უარმყვესო თქვენც უარყოფილები იქნებითო ასე რომ ნუ ვის გონია რომ ეხლა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდებით და ყველა ასე თქვა დაგლოცავს და გახარებული და მე ყველა დიდი ადამიანი ყველა კეთილი და ყველა წმინდა მამა იყო დევნილი ამ სოფელში აი როგორც მოსე გამორიყა ნილოსმა რიგოლნოსელი განმარტავს ძალიან კარგად აი როდეს ქრისტიანი მოძულებული იქნების ამ სოფლისგან სათნო ეყოფის ღმერთს ამ სოფელმა უნდა შეგიძულოს და არ მეკვირს რატო აგინებენ პატრიარქს. ეხლა პატრიარქი რო ყველას უყვარდეს, ხო? რაღაც საეჭვო იქნებოდა. იმიტომ რომ ბოროტ ადამიანებს პატრიარქი არ ეყვარებათ, ხო? მემურუში ადამიანებს პატრიარქი არ ეყვარებათ, გიორგი, მეძავებს, როგორ შეიძლება რომ პატრიარქი უყვარდეთ? იმიტომ რომ სიბნელეში არიან და პატრიარქი რო ანათებს, ვერ იტანენ ამ განათებმა, ღამურებივით არიან და მერე გარბიან, ხო? აი შედი ეხლა თქვათ სარდაფში, საკუჭნაოში და სანთელი შეიტანე, რა მოხდება, ხო? დაფრთხებიან ეგ ჯოჯოები და მოიმალებიან. ასეა პატრიარქის და ეხლა შენ ითხოვ გიორგი ეხლა რომ ჯოჯოებს პატრიარქი უყვარდეთ? არ უყვართ, იმათ სიბნელეში ყოფნა უნდათ. იმათ უხარიათ ცუდი ღვდელი რო არსებობს, სუსტი ღვდელი რო არსებობს, ცოდვილი ღვდელი რო არსებობს, რომ აი ამისი რა უნდა ვიწამო და რო ვეუბნები რომ პატრიარქის ხატო არ გწამს, აიცი არა მოხუცდა რა, ეხლა რებს ლაპარაკობს და ხატროს პატრიარქია, ხო? აი არ მიკვირს მე გიორგი რა. თუ კი ქრისტე განდევნეს პატრიარქიც გამდე. თუ კი წმინდა ილია მართალს ტყვია ესროლეს, მაშინ როცა უნდა დაესვენა კაცს, ხო? ასაკში იყო უკვე უნდა ჩვენ ხელში აგვეყვანა ილია და ესე გვეტარებინა, როგორც იოანე ღვთისმეტყველი და გვეთქვა, რომ გიყვარდეთ ხალხო ილია, იმიტომ რომ ელია წინა მორბედივით სიმართლეს გვეუბნება და რა უყავით ილიას? ტყვია ვესველად. პატრიარქი გიორგი ჩემთვის არის მეორე ილია. ილია მეორე კი არ არის, მეორე ილიაა ჩემთვის. და არ არის გასაკვირი რომ ტყვიას ესვრიან, ხო? სიტყვით ესვრიან ტყვიას, ხო? და შენ იმიტომ ეხლა გურწმუნად ანთებული ხარ და გიკვირს რომ რატო აგინებენ, ხო და რა, არ უნდა აგინო? გაუცებულო, დედას აი მართლა გეუბნები. ეს ერთ-ერთი ნიშანია, ხო ამისი? ყველანაირი ცოდვა მინახია და გამიგია, ხო მამო, მაგრამ ის რომ ესეთი დაუნახაობა შეიძლება ადამიანმა რომელმაც ჩაიბარა, მე არ ვიცი, მოეწონებოდა თუ რა ხა ჩვენი ეკლესია გაპარტახებული იყოს ან რაღაც უდღეში იყოს, მე არ ვიცი თან ეკლესიას მამო რომ მოუწოდებენ რომ პატრიარქთან არ მიხვიდე, არ დაგეხმარება ეკლესიასთან ხდელთან. კაი, სიტყვაზე აი ეს შეასრულა ვიღაცამ ვინც არ დაუჭერა. შენ დალოცილო, შენთან რო წამოვიდეს და მოვიდეს დაიხმარები, შენ თუ მაგას იზამ, მაშინ გამოუშვებ ამ ხალხს, მაგრამ ვერ იზამს მამო. ხა მაგის კმელი პატრიარქს და მაგის კმელი პატრიარქზე დაიწყებს თუდად საუბარს თვითონ ეუნებიან აი სიტყვაზე რას უშვებიან აი ეს ხალხი სიტყვაზე აი წამოვიდნენ და გახდნენ ყველანი ათეისტები სიტყვაზე და წამოვიდნენ რას უშვებიან მე ამ ხალხს აი რომლებიც ეკლესიაში ცხოვრობენ სიკეთით და ეკლესიით სუნთქავენ ესენი ეუნებიან პატრიარქი ცუდია ეკლესია ცუდია ყველაფერი ცუდია წამოდი აი სად მიყავთ მე ეს სიტყვაზე წამოვიდი აჰა მოდივარ სიტყვა აი მე რას თავაზობი რომ სადაც სარდაფში ჩავიდე და მათთან ერთად ორგიებში ვიცხოვრო თუ აი რას თავაზობენ უბრალოდ მე არ ვიცი მამაო რა აი თუ შეიძლება მამა ამასთან დაკავშირებით ვიყავთ გიორგი ფაქტიურად ხო მე გამახსენდა გიორგი 60-იან წლებში საქართველოს პატრიარქი იყო ეფრემ მეორე სიდამონიძე რომელიც გადასახლებაში იყო რუსეთში ციხეში საპროდილეში და ყოველ დღე აყენებდა მას ერთი მეციხოვნე შეურაცხყოფას წარმოიდგინე ებრაელი იყო ეს ებრაელი არ ფიშვაში უბრალოდ ეროვნებით ებრაელი იყო და პატრიარქი ამას ითმენდა ხმას არცემდა ისე მოხდა რომ ეს დაადანაშაულეს რაღაცაში ეს მეციხოვნე და საკანში შევიდა პატრიარქთან ამდროს პატრიარქმა ადგა თავისი საწოლი დაუთმო ამ მეციხოვნეს და თავისი თავდაბლობით და სიყვარულით
ეს ადამიანი გახდა მორწმუნე და მოექცა მართლმადიდებლობაზე. წარმოვიდგინეთ, ხო, ხედავ რა მოგივიდა? აი ხო შემოგათრიეს ჩემთან ახლა, ხო პირიქით, ადგა და თავისი ქვეშაგები დაუთმო ეფრემ მეორის იდამონიძემ. ასე აკეთებს ჩვენი პატრიარქიც, ხო, ჩვენ ხო ზოგიერთები ვლანძღავთ, ის დგა და ტირის და ლოცულობს. ვიცი, ზუსტად ვიცი. შენზე და ჩემზე მეტად პატრიარქს უყვარს ისინი, გიორგი, ვინც ურჩიშვილები არის, ხა მშობელს გიორგი, რომელი შვილი უფრო უყვარს, ვინც მასთან არის, თუ ვინც უძღებია და წასულია, ხო, ის უფროსი შვილი სულ მასთან არის და ჩვენსავით ბურდღონებს და ვერ იგებს, ხო, რა ხდება და ამ დროს პატრიარქი ეზოში იდგა გიორგი და გამოსულია უკვე ეზოდან და ელოდება როდის დაბრუნდება ის უძღები, გვარებს არ დავასახელებ, ყველამ კარგად იცის ეს ვის ეხება ეს ყველაფერი. და რა გარანტია გქონდა გიორგი რომ ისინი პატრიარქის ლოცვამ არ მოიყვანოს სინანულში და მე მაგალითად მე შეიძლება მე და შენ ერთად ვეზიაროთ მათთან ერთად სამებაში და შენ მიხვიდე და ცრემლები წამოგივიდეს რომ დაინახო ისინი პატრიარქს ხელზე როგორ ეამბორებიან და ჩაიხუტო გულში ხო გაგიხარდება გიორგი აუ ძალიან მაგრა გამიხარდა იმათ შეიძლება შერცხვეთ მაგრამ შენ ვიცი რომ ჩაიხუტებთ მათ გულში და ეს არის ქრისტიანობა გიორგი ეს არის მართლმადიდებლობა რომ ეშმაკს ეშმაკური მდგომარეობით კი არ უნდა მიუდგე ეშმაკი თუ გინდა რომ დაამარცხო უნდა მიუტევო, უნდა მოითმინო და უნდა ასე თქვათ წინ აღუდგე თავდაბლობით. აი ესე თუ ეხლა ეშმაკს შენ გინებით მიმართავ და აგრესიით მიმართავ, აგრესიაში შოვს და ამით უკვე მეტი, ამიტომ არის რომ მეორე სილა, მეორე ლოყა მიუშვირე, ნიშნავს იმას რომ მოითმინე რა, შეყოვნდი და ყველაფერი კარგად იქნება. რამდენი მწვალებელი გახდა გიორგი შემდგომში ცნობილი და რამდენი წმინდა მამა იყო თავიდან ღირსი მამა იყო რომლებიც დაუნდობელ ბრძოლას უცხადებდნენ მწვალე და თვითონ გახდნენ მე ერესიარქები. მამო, აი აქ ერთი ძალიან პატარა ის არის, რა ქვია, რაღაცა არასწორობა, იმიტომ რომ ის მწვალებლები, ნასწავლები იყვნენ. ესენი გაუნათლებლები არიან. აი საქმე მაგაშია. ცუდია, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად აი ვიცი და რამოდენიმე აი ეს ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძვიან, ხო? ჩამოვიდნენ აქ თბილისში საერთოდ წიგნი არ გადაუშლიათ მამაო რა. მოვიდნენ, ჩამოვიდნენ, დაიწყეს აი ამით ისა, რა ქვია, ცხოვრება, რომ იმას განიკითხავნა. ისინი განხლებულები იყვნენ და მართლა იმიტომ აკრიტიკებდნენ სიტყვაზე, ვინმეს თუ აკრიტიკებდნენ, რომ კარგი უნდოდა და იმაშიც ეძებდნენ, მაგრამ ესენი მამაო იმით აკრიტიკებენ, რომ აი რაღაცა სიბოროტით, რომ აი რომ მოკვდეს ვინმე მართლმადიდებელი, რომ გაიხარდებათ, რომ უფრო ცოტათი საბრძოლი აქვს. ანუ ის არა აქვს, ამეთ უკან სიყვარული არ დგას. იმათ უკან აი ქემაინც შეცდომილები რო იყვნენ, ამას მაინც ეძებდნენ, მაგრამ ესენი არ ეძებენ იმას და არ იმას შვებიან. თუ შეიძლება 2 წუთი დარჩა მამაო, ჩემ და სამწუხარო. ერთ-ერთი მათგანი ამბობს ასეთ რამეს, რომ მე გაუნათლებელმა მღვდელმა რა უნდა მასწავლოს, სახარება ძველ ბერძნულში მაქვს წაკითხულიო. ფარისეველი ხო? ნიშნულობა ის კი არ აქვს, შენ ძველ ბერძნულად წაიკითხეთ, გესმის რო წაიკითხე. აი ეს არის მთავარი. შეიძლება შენ წაიკითხო მართლა ძველ ბერძნულად, მაგრამ რა გაიგე რო წაიკითხე. იეღოველმა ზეპირად იცის და ბაფტისტმა, მაგრამ ეს მის იქ რა წერია. მთავარია არა ზეპირად და რა ენაზე წაიკითხავ, არამედ როგორი კომენტარები წაიკითხავ და როგორ გაიგებ ამ ყველაფერს, ხო? თუ თავდაბლობა და სიყვარული არა გაქვს, არაფერი არ გვეშველება შემოკარგება. ასე რომ ერთმა დაგვიფაროს გიორგი ამ კატაკლიზმებიდან, ამ წყალდიდობებიდან, ამ მეწყერებიდან, გვიყვარდეს ერთმანეთი, შოუნდოთ ერთმანეთს და ჩვენ ქვეყანაში დამყარდეს სოლიდარობა, თავდაბლობა, სიყვარული და პატივი ვიცეთ ჩვენს უხუცეს პატრიარქს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო, იმ ადამიანს თუმცა ვეტყოდი, რომ ბერძნულად ჯობია რომ ისე ვეტყობა არ ესმის და ქართულად წაიკითხა და 2 ფურცელი წაიკითხა და შეეგნო ვიდრე მთელი წიგნი რო წაიკითხა და ვერაფერი ვერ გაიგო და აი ეგრე რო კითხულობთ იმის ბრალი არის და თუ შეიძლება მამო დაგვილოცე, აი უცხოეთში მყოფი ქართველები პატიმრები თუ შეიძლება რომ დალოცოთ. თუ ჩემი ლოცვა მათთვის რამეს ნიშნავს, ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვისაც ღმერთი უყვარს, ვისაც არ უყვარს, ვინ შორს არის ღმერთისგან და ეხლა ჩვენ საუბარზე ნერვები ეშლება და პატრიარქს განეკითხავს პირველ რიგში ისინი დალოცოს გიორგი ღმერთმა და მოიყვანოს დედა ეკლესიის წიაღში და ყველა ის დედის მაგინებელი ღმერთმა დალოცვილი და გახარებული ამყოფოს და შეინანონ თავიანთი მძიმე ცოდვები, რაც არის ეკლესიის გინება, პატრიარქის გინება და საკუთარი მშობლების გინება. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მე კი ერთს უბრალოდ ვეტყოდი, რომ თქვენ ღმერთს იმისთვის არ გაუჩენი ხართ, რომ აი ესეთი ბოღმა და საზიზღრობები ანთხიოთ, ღმერთმა სიყვარულით გაგაჩინა და გენდოთ თქვენ და ის ნდობა გაუმართლეთ, თორე ძალიან ცუდად მოგიბრუნებთ, არა მარტო თქვენ უკვე გადადეთ თქვენი თავი, მაგრამ თქვენს შთამომავლობა ძალიან ცუდად მოუბრუნდება და იმაზე მაინც იზრუნეთ. სამშაბათს დაგიბრუნდებით საღამოს 9:30-ზე, ჩემი სტუმარი გახლდათ მამა გიორგი თეოდორაშვილი, მე გახლდით გიორგი დარასელია. კარგად ზანდებოდეთ, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ, მამა მობზანებისაც ძალიან მიყვარხართ და უდიდეს პატივს გსცემთ. მადლობა, კარგად ზანდებოდეთ.